მოგესალმებით, მე გახლავართ თამნა ჩადუნელი, ბავშვთა პროგრამის ერთ-ერთი კოორდინატორი. საქართველოს კარიტასი ახორციელებს ბავშვთა პროგრამას უკვე 1997 წლიდან, ძალიან დიდი ხანია. მუშაობთ ბავშვებთან სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი პროექტი ჩამოყალიბდა 97 წლიდან და შემდეგში კიდევ სხვა მრავალი პროექტით შემოუერთდა ბავშვთა პროგრამას. რაც შეეხება ახლა ჩვენს პროექტს, ფუნქციონირებდა თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე. ამ ეტაპზე 2004 წლიდან ჩვენ ვიმყოფებით თორნიკეის 23 ნომერში, სადაც ფუნქციონირებს როგორც დღის ცენტრი, ასევე ვასწავლით ბავშვებს ხელობებს, ფუნქციონირებს სოციალური საწარმო ქართულიც. რაც შეეხება ჩვენს ბავშვებს, ისინი მოდიან სოციალურ დაუცველი ოჯახებიდან, მოდიან როგორც მიმართვით სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ასევე პირადი მომართვითაც მოდიან და ხდება მერე მათი გადამისამართება სააგენტოში, რომ გააკეთონ შესაბამისი განაცხადი. რაც შეეხება ახლა ჩვენი ცენტრის მუშაობას, ჩვენთან ფუნქციონირებს უამრავი წრე, როგორც სასწავლო, ასევე სახელოვნებო. ბავშვები მოდიან სკოლებიდან, ან მოდიან სკოლამდე, აქვთ სადილის საშუალება, რომ ვისადილოთ ერთად და შემდეგ მიდის ბავშვების განაწილება წრეებზე სურვილების მიხედვით. ბავშვები ამზადებენ საშინაო დავალებებს პედაგოგების დახმარებით, მითითებით, ზედამხედველობით და დადიან ისეთ წრეებზე, როგორიც არის ცეკვა, სიმღერა, თეატრი, კერამიკა, ხატვა და კიდევ მრავალი ხელობა გვაქვს, როგორც არის მაგალითად მინანქარი, ლითონზე მუშაობა, კერამიკის სახელოსნო და ხეზე კვეთის სახელოსნო. ეს რაც შეეხება სწავლებებს. ყველა დღე გაწერილი აქვთ მათი სურვილების მიხედვით და ხდება მათი ჩარიცხვა სხვადასხვა აქტივობებზე. მაგალითად, დღევანდელი დღე როგორი გვექნება, გეტყვით მოკლედ, ეს იქნება, რომ სკოლიდან მოდიან, ვსადილობთ, მერე გვაქვს ცეკვის გაკვეთილი, გვაქვს ხატვის გაკვეთილი, კერამიკის გაკვეთილი, პარალელურად მეცადინეობენ საშინაო დავლებებს ამზადებენ. ვინაიდან სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, კიდევ უფრო მეტად მონდომებულები არიან, რომ წარმატებით დახურონ სასწავლო წელი. ჩვენ ცენტრის შესახებ ინფორმაციას ბავშვები იგებენ მეგობრებიდან, ახლობლებიდან, სააგენტოდან და მოგმართავენ ხოლმე პირდაპირ სააგენტოდანაც ხდება მომართვიანობა და ასევე ხდება მეგობრებთან ერთად მოდიან ხშირ შემთხვევებში, რომ მეც მინდა მოვიდე თქვენთან ცენტრში ვისწავლო რაღაცა კონკრეტულად უკვე იციან კიდეც ზოგიერთმა რა რისი შესწავლა უნდათ. მერე ხდება მშობლის დაბარება, ინფორმირება ოჯახის და გადამისამართება სააგენტოში. ანუ მოდიან როგორც სოციალურად დაუცველი ბავშვები, ასევე მოდიან მარჩენალდაკარგულები, დევნილები, მრავალშვილიანი ოჯახები და სხვადასხვა კრიტერიუმები გვაქვს, რომელიცაც ვითვალისწინებთ ბავშვების ჩარიცხვის პროცესში.